გასულ კვირეულში ჩვენმა პარტნიორებმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა საქართველოში შვედეთის მთავრობის და სააგენტო სიდას მხარდაჭერით დანიასა და შვედეთში სასწავლო ტური დააორგანიზეს, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს ბიზნესში, საჯარო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას მიეძღვნა. არასრული ერთი კვირით სკანდინავიის ამ ორ ქვეყანას გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ქართული ოფისის მიერ შერჩეული პარტნიორები სტუმრობდით და ჰქონდა საშუალება გაგვეცნო, გვენახა, გვესაუბრა, აგვეწყო კავშირები დანიისა და შვედეთის წამყვან ბიზნეს და საჯარო ორგანიზაციებთან. ვიზიტისთვის დაიგეგმა და შედგა შეხვედრები უმაღლეს და უმსხვილეს სკანდინავიურ ბიზნეს ჯგუფებთან, გაერთიანებებთანაც, რომლებიც წამყვანი არიან ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში. იგივე ბიზნესისა და სამაუწყებლო მედია ჯგუფი Bonnier Group-ი, რომელიც მსოფლიოს 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი სხვადასხვა მედია სტრუქტურებით და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია და საგამომცემლო საშუალება არის სკანდინავიაში, ვერწმუნეთ მთლიანად ევროპაში და მსოფლიოში. შეხვედრებს შორის ადგილობრივ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ანტიკორუფციულ ინსტიტუტს შორის ამ ანტიკორუფციული ინსტიტუტიდან საერთოდ ვერც გამოვიყვანეთ, მგონი დარჩა იქ ისე დააინტერესა სკანდინავიურმა გამოცდილებამ წარსულში ბიზნესმენს და არაერთი ბიზნეს გაერთიანების შემოქმედს ივაჭყონიას გულისხმობ. ასევე შედგა შეხვედრები შვედეთის სავაჭრო სტრუქტურებთან, ისეთი როგორიც არის Global Compact-ის დანიისა და შვედეთის ოფისები. ცხადია, სკანდინავიას როგორ დავტოვებდით ისე, რომ არ ვწვეოდით და არ დაგვეგეგმა გარკვეული კომუნიცირება, თუ როგორ მიაღწიეს მდგრადი განვითარების გზით მსოფლიოს ლიდერობას ისეთმა ბრენდებმა, როგორიც არის ტეტრაპაკი, დანსკე ჯგუფი, ალფა ლავალი და ტეტრაპაკი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ტეტრაპაკის მუზეუმში წეღან დაინახავდით საქართველოში ჩამოსხმული ნიმუშებიც ამაყად არის გამოფენილი. აღნიშნვის ღირსია დანიისა და შვედეთის ბიზნეს გაერთიანებებთან შეხვედრები, რომელთა გამოცდილება ვრცელდება და ფარავს ფაქტიურად სრულად მსოფლიოში წამყვანი სკანდინავიური ბრენდების კულტურას და ხედვებს მდგრადი განვითარების მიმართულებით. აბა რა გითხრათ? ყველას და ნებისმიერს გისურვებთ, გაგიმართლოთ და მოხვდეთ ისეთი მნიშვნელოვან სასწავლო და საინფორმაციო ტურში, თან ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულნი არიან არა მხოლოდ როგორც ყველაზე დიდრები, არამედ როგორც ყველაზე მდგრადად განვითარებული. და მათ შორის, ბედნიერი მოსახლეობის ქვეყნები. ასეთია ნამდვილად დანიად და შვედეთიც და მოხარული ვარ, რომ მქონდა საშუალება ამ ტურის ერთ-ერთი წევრი ყოფილიყავი და თავარი. თუ ისე გაგიმართლებთ, რომ თქვენი მასპინძლები და კოორდინატორები ამ ყველაფრის დროს შეიძლება იყვნენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ანუ ოფისის წარმომადგენლები, ხომ საერთოდ აშენდით. გამორჩეული მადლობა შვედეთის მთავრობას და საელჩოს და ჩვენს ქართულ ოფისს, გაეროს Global Compact-ის, სალომე ზურაბიშვილს, ნინო კვანტრიშვილს, ბაკურ კვარაცხელიას, მაია ომიაძეს, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ, ვიცი და ვწმუნდები ყოველ დღე, როცა ორშაბათობით მათ ყოველ კვირეულ რუბრიკას ვუყურებ საქმე ინდილა სტუდიაში, თუმცა მათმა კონტაქტებმა, ურთიერთობებმა და ვიზიტის დაგეგმვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა და შეხვედრამდე.